მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. ჩვენ ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალყურს ქართულ ოცნებაში მიმდინარე კლანურ დაპირისპირებას, რომლის მთავარი მიზანია ქონების და ძალაუფლების ახალი გადანაწილების მოდელის, ესე რომ ვთქვათ, ჩამოყალიბება საბოლოო ჯამში. ბუნებრივია, ეს არ არის არანაირი კორუფციასთან ბრძოლა, საერთოდ ამ ტიპის სისტემები რაც ააშენა ხელისუფლებაში ქართულმა ოცნებამ, კორუფციის გარეშე ვერ არსებობენ გამომდინარე იქიდან, რომ სისტემას როგორც ურჩხულს სჭირდება მუდმივი კვება და კორუფცია რუხი შემოსავლები არის აი ამ სტაბილურობის, მისი სტაბილურობის უზრუნველყოფის პრაქტიკულად უალტერნატივო მექანიზმი. დღეს ეს პროცესი როგორც ჩანს ამ ეტაპისთვის, ამ ისტორიული ეტაპისთვის იმყოფება ფინალურ ფაზაში, ანუ ამ ძველ კლანს, ხო, რომელსაც შეექმნა პრობლემები სხვა კლანთან, რომელიც მოძლიერდა ამ ბოლო პერიოდში, მოთხოვეს რაღაცა, როგორც ჩანს, ეს მადა ვერ დააკმაყოფილეს ამ ადამიანებმა და, მუქ არის აღსრულების პროცესს ვუყურებთ ახლა სამართლებრივი ბრჭყალებში, ამ შემთხვევაში ესე ვიტყოდი, დევნის სახით, ხო? მაგრამ აქაც ძალიან კომიკურად ვითარდება, ხო? ტრაგიკომიკულად მე ვიტყოდი ყველაფერი. ღარიბაშვილს დღეს მიესაჯა ძალიან მასშტაბურ ფულის გათეთრების თუ ესე რომ ვთქვათ, არალეგალური შემოსავლის ლეგალიზაციის, ხო? უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე ძალიან დიდი ოდენობით თანხებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ანალოგიურ საქმეებზე, ბევრად უფრო მცირე მასშტაბის საქმეებზე ყველას აპატიმრებენ, უპირობოდ პატიმრობას უსჯიან იმ ფორმულირებით, რომ თურმე იმ ადამიანებს შეეძლოთ მოწმეებზე ზემოქმედება, ხო? და ღარიბაშვილს ეხა, წესიერი კაცია, ამას როგორ შეუძლია ეხა მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს, ამიტომ გირაო მოითხოვა პროკურატურამ. ისიც კი ვერ გაბედეს, რომ პროკურატურას მოეთხოვა პატიმრობა და დაუშვათ მოსამართლეს მიესაჯა გირაო, ხო? ესეც კი ვერ გააკეთეს, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ჩანს, აი ესე მუშაობს შერჩევითი სამართალი საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ უყურებთ ეხა მართლმსაჯულების ესე რომ აღსრულების პროცესს, ხო? ეს ერთგვარი კრიმინალური გარჩევის, კრიმინალური მოლაპარაკებების პროცესში ვარ და ეს მოლაპარაკებები გრძელდება. დამოკლეს מחვილივით ეს გირაო ეხა აღმართულია ღარიბაშვილის თავზე და თუ ის შეასრულებს რაღაც პირობებს, რასაც მას თხოვენ, ამ შემთხვევაში მას ან გარეთ დატოვებენ, ან რაღაც პირობიც მიუსჯიან, ან ესე რომ ვთქვათ, შედარებით ლოიალურ სასჯელს მიუსჯიან და მე ყაველაშვილი შეიწყალებს ან რაღაცა, თუ არ შეასრულა, პრინციპში დიაპაზონი საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ ძალიან სერიოზულადაც დასაჯონ, ხო? აქ არ არის არანაირი სენტიმენტებზე ლაპარაკი, ბუნებრივია ის გარეთ დატოვეს ერთადერთი მიზნით, რომ მან ეხა ის პირობები შეასრულოს, ეხა ციხიდან ხო ვერ იმუშავებდა, ხო? ეხა რაღაცა შესაგროვებელი აქვს, რაღაცეები გასაკეთებელი აქვს და ამიტომ ის ესე რომ ვთქვათ, დატოვეს ციხის კარს მიღმა. აი ესეთ აბსურდში ვცხოვრობთ სამწუხაროდ საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს აქვს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური განზომილებაც, თუ ვინმე პოლიტიკურად იგებს აი ამ პროცესისგან, ხო, ცოტა გავაფართოვოთ სურათი და ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები მოვიაზროთ, ეს არის კობახიძის დაჯგუფება, რომლის ამოცანა ამ ეტაპზე არის ბიძინას სრული იზოლაცია, ანუ ერთადერთი მემკვიდრის თავის ამარა დატოვება მისი იმისათვის, რომ ესე რომ ვთქვათ, მას აერიდოს სამომავლოდ ბიძინასგან გარკვეული საფრთხეები, ხო? გარდა ამისა, მე ვფიქრობ, ამ ყველაფერში ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს უკვე ეს კრიმინალური кейსი ჯანგველაძესთან
დაკავშირებული და არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცა უფრო გრძელვადიან თამაშს თამაშობს, რაც მიმართულია საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. დეტალებზე ეხა ვერ გესაუბრებით, ეს არის ადვილი ასახსნელი, თუ რატომ ვფიქრობ ესე და რა ლოგიკით მივდივარ ამ დასკვნამდე, მაგრამ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა მე ვფიქრობ, რომ მოვახერხებ ჩვეულებრივი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ამ ყველაფრის გადმოცემას. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.